მოგესალმებით სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ეთერში და გაგაცნობთ დღის განმავლობაში მოხდა ყველა საინტერესო სიახლეს. თავდაპირველად ქართულ ამბებს გავეცით, შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ასე რომ თუ თქვენ გაინტერესებთ რა საინტერესო სიახლებია კინოსა და მუსიკის სამყაროში, უყურეთ პროგრამა ინფორმატორის ყველაზე ვრცელ გამოშვებას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტუდია ორფეიში გიგა კვანეტაძესთან სტუმრად, სადაც სალომე წვერაძე თავის ახალ სიმღერას წერს და ნაჩვენს თვითონ გვეტყვის, ხო? ესე იგი სიმღერა ეკუთვნის გიგას, ტექსტიც გიგას ეკუთვნის და გიგა სტუდიაში უბრალოდ გიგა სტუდიაში ვიწერე ხლა. მინდა დავიჯერო სიტყვები, რაც თქვი, მე ვიმღერებ როგორც არასდროს. მინდა ამ სიმღერამ გაგათბოს. მე ვფიქრობ საბოლოო ჯამში კარგი სიმღერა გამომართლა, კარგი სიმღერა გამოვა და რაც თავარია არის ის მიმართულება, რა მიმართულებაც მე დავინახე რომ სალომეს მოხდებოდა. დღეშენ დაღობნას სურს და ეცებს სიყვარულს შორს სადღაც დაგარგულს ვის ისე მომენატრები სულში ირევიან დარდები კარგო ისე მომენატრება მე შენ როცა ჩვენ ამ სიმღერის საბოლოო ვარიანტს მოვისმენთ ყველა კმაყოფილი დარჩება. ძალიან მომწონს ეს სიმღერა და ეს სიმღერა რაც მთავარი არის ჩემთვის შექმნილი. ეს ფერების აუზრებას გავს მინდა ვიჯერო სიტყვები რაც თქვი ისე მომენატრები სულში ირევიან დარდები კარგო ისე მომენატრება მე შენი რუსთაველის საზოგადოებაში მოეწყო ქალბატონ მარინა მეტროელის წიგნის პრეზენტაცია. წიგნი ტურიზმის შესახებ არის და მას ასევე ეწოდება ტურიზმი. პარალელურად კი მიმდინარეობდა მისი ვაჟის ავთო მეტროელის ფოტოგამოფენაც. სპორტსეული საქმე. მე ამჟამად ვაკეთებ სწორედ ქალბატონი მარინას პრეზენტაციას. მე მინდა ხელი ყავს ქალბატონი მარინას სახით და იცოდეს რომ შეუძლებელია სამჭირე მე ვიყავი როგორც გითხარით ისრაელში და პირველად ვიყავი მაშინდელი ტურიზმის მინისტრის მოწვით ამ სასტუმროში და როდესაც ჩვენ ვკითხეთ რომ აი პროფესიით შეიძლება ითქვას რომ ფოტოგრაფიც ვარ, კინოოპერატორი ვარ, ტურიზმზეა წიგნი, შესაბამისად აქ არის ესე იგი ხუროთმოთრული ძეგლებიც არის საქართველოს სხვადასხვა ხედებია, რა ვიცი, ყველაფერი პეიზაჟები და ასე შემდეგ. სერიოზული სკოლა, შემდეგ რომ გაიარა სერიოზული სკოლა. აი ისეთი პიროვნებები როგორიც არის გამო. ფოტოგრაფია, რა ვიცი, ჩემს ყველაფერია. ბავშვობიდან ასე რომ ძალიან მიყვარს ფოტოგრაფია. რადგან ეს როგორ უნდა აღზარდოს მომავალი პროფესიონალები. ეს ნამდვილად ესე იგი ასეთ შესანიშნავ პედაგოგი პატარა გვანცა ფუტკარაძემ ნამდვილად იცის რომ პიანისტი გამოვა და თუ მან ასე გააგრძელა შესაძლოა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ცნობილი მუსიკოსი გახდეს. გვანცა ჯერ მხოლოდ მეოთხე კლასის მოსწავლეა, თუმცა ასაკთან შედარებით საკმაოდ რთულ პროგრამას ფლობს. ბახი, მოცარტი, ჰაიდნი, ლისტი ეს არ არის სრული სია იმ კომპოზიტორებისა, რომელთა ნაწარმოებებიც ახალგაზრდა პიანისტმა კონსერვატორიის მცირე დარბაზში შეასრულა. ძალიან მიყვარს საერთოდ მუსიკა და ინსტრუმენტი. მუსიკოთ მე ვფიქრობ, რომ ინსტრუმენტოთ მე სიცოცხლე არ შემიძლია. თავისი მეთოდები
გამომუშავებული მომენტი ესე დაისვენებს, მე ისე იწყებს მუშაობას, თანაც კარგ მუშაობას, ისეთი რაღაც, ისეთი თავისი მეთოდები აქვს. ქალბატონმა მანანა ტორონტაძემ როგორც იქნა აისრულა დიდი ხნის ოცნება და სურათების ეროვნულ გალერეაში თავისი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო. ქალბატონი მანანა მამის, ცნობილი ქართველი მხატვრის ვახტანგ ტორონტაძის თხოვნით ბავშვობიდან ხატავს. თუმცა სიყვარული ამ ხელოვნების მიმართ გაცილებით გვიან ჩამოუყალიბდა, როცა თავისი თავი ფერწერაში იპოვა და დღემდე მისი სამუშაო მასალა ზეთის საღებავებია. როცა შევტოპე და ზეთს მოვკიდე ხელი, აიქ მოხდა ყველაფერი. ბავშვთა სამხატვრო სკოლაში წამიყვანეს, ცადეო, ნახეო, თუ არა და გამოგიყვანთო. ვცადე და ვეღარ დავტოვე. აი, რაღაც გადაბრუნდა თმები ცოტა ყალღზე და მე აი ესე და ცუდად გავხდი. ზეთმა გადაწყვიტა ყველაფერი. თავარი არის რომ მანანას სიყვარული აი გადმოდის აი სურათებიდან ადამიანებზე ნამდვილად რა. აი პირდაპირ ფიზიკურად ეხება მე მგონი მაყურებელს მანანას გრძნობა. როგორი ადამიანიც არის ისეთი სურათები გამოვიდა. გარდა იმისა, რომ სასიამოვნო ემოციები მაქვს, ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ მართლა საინტერესო და კარგი ნამუშევრებია და მანანას და ჩვენ საზოგადოებას ულოცავ ესეთ მშვენიერ დღეს. რომ მხატვარმა შეძლო იმ დიდი ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი მეს გამოვლენა. იმიტომ რომ აქ არის ვატოს ხელოვნებაც, აქ არის იმპრესიონისტები, აქ არის ბაჟბეუკიც, ყველაფერი ერთად, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ახალი ერთობა. ეს არის მხატვარ მანანა ტორონტაძის შემოქმედება. ახალგაზრდა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა მეოთხე ფოტოგამოფენა მოაწყო. სხვა გამოფენებისგან განსხვავებით ამჯერად მან ყურადღება ფერებზე და შუქზე გადაიტანა. წარმოდგენილი ნამუშევრები სინათლის და ფოტოტექნიკის ერთობლიობას წარმოადგენდა, რომელმაც წარმოშვა გრაფიკული ფოტოები არარეალური სამყაროდან. თავად ჩანადირის სურვილი იყო ეჩვენებინა რაც შეიძლება ბევრი და განსხვავებული ფერი. გამოფენის სახელწოდება ასეთია: სხვანაირი შუქები. ფოტოებში არის ძალიან ბევრი ფერი, ხალისიანის და ახალგაზრდული ფერის და მინდოდა რომ აი ფერების მეშვეობით მეჩვენებინ ადამიანების რომ თბილისში, საქართველოში არის კიდევ სხვა ფერი შავის გარდა, რომელსაც ასე ხშირად მიმართავენ მით უფრო ახალგაზრდები და ძალიან გულიმწყრები. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო აი თემაც, ფორმაც, რითაც როგორც გამოხატავს გოგა თავის დამოკიდებულებას, თავის ხედვას.